პროექტის მიხედვით დართვამ პირვანდელი სახე ზაფხულის ბოლოს უნდა დაიბრუნოს. სარეაბილიტაციო სამუშაოებში სპეციალისტებთან ერთად თუშებიც მონაწილეობენ. კიდევ ერთი სიახლე რეგიონის ინტერნეტიზაციაა. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი, თუშეთი, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაცული ტერიტორია. მიუვალი გზებით, ველური ბუნებით, ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის განსაკუთრებით მიმზიდველია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში თუშეთის სანახავად ჩამოსულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. წელს თუშეთის სოფლებში სტუმრებს ინტერნეტიც დახვდებათ. აბა ბავშვებო, ნახოთ ინტერნეტში სად არის ჩვენი თუშეთი. რა სურათებია ნაჩვენები. თუ შ ე თ ი სადღა ი. ვისელი ბებო კომპიუტერში ახლა პირველად წერს სიტყვას თუშეთი. სახელწოდებას და ადგილს, სადაც თითქმის 1 საუკუნე იცხოვრა და რომელიც არასდროს დაუტოვებია. უი, აი ომალოს ფოტოც ყოფილა, აი კესელოები. მართალია 87 წლის ვისელი ბაკურიძეს კომპიუტერული უნარჩვევები ჯერ კარგად არაუთვისებია და ინტერნეტის შესახებაც ცოტა რამ იცის, მაგრამ იმას კი ხვდება, რომ რაღაც ძალიან კარგი მოხდა. შვილიშვილებსა და მის სახლში ჩასულ ტურისტებს ზამიერიდან უსადენო ინტერნეტით მოაწონებს თავს. მის მსგავსად თუშეთში ინტერნეტის გამოყენება ბევრმა არ იცის. მეტიც, კომპიუტერი მხოლოდ ერთ ოჯახს აქვს. შარშან მაგალითად მოდიოდნენ და ინტერნეტი თუ გაქვთო. Wi-Fi-ო და მე რა ვიცოდი მაშინის Wi-Fi რა იყო. კითხულობდნენ და მე არ ვიცოდი Wi-Fi რა იყო და მიდიოდნენ რა ვიცი სხვაგან, სად მიდიოდნენ მე რა ვიცი. პირველი ვიზიტორის მთაში ასვლა სეზონის გახსნას ნიშნავს. წელს ბარი და მთაში ტურისტები თითქმის 1 თვის დაგვიანებით ავიდნენ. პრობლემა გზა იყო, რომლის გაწმენდასაც დიდი დრო დასჭირდა. ტურისტული სეზონის დაგვიანებით გახსნის მიუხედავად, თუშეთის სტუმრები სიმცირეს არ უჩივის. It's very nice here. We like it very much. ნამდვილად მშვენიერი ადგილია, ხალხი ძალიან მეგობრულია. ძალიან მოგვეწონა ეს სიძველე, თავს ისე გაგრძნობინებს თითქოს ასობით წლით უკან ხარ. It's so beautiful. We have seen a movie about Georgia. ერთი თვის წინ ფილმი ვნახეთ თუშეთის შესახებ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აქ ჩამოსვლა. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აქ აგრობამ. მისი ამოვნიანი ბუნებით და ხალხით არაჩვეულებრივი ხედებია. გერმანელმა ტურისტებმა უკვე მოასწრეს ულამაზესი თუშური სოფლების დალაშქვრა. ადგილობრივი წეს ჩვეულებებისა და სამზარეულოს გაცნობა. ქრონიკასთან შთაბეჭდილებების გაზიარებას არ ერიდებიან. It's wild. მინდა რომ მთელი ქვეყანა ვნახო. აქ არაჩვეულებრივია ველური ბუნება, უდიდესი მთების სუნთქვის შემკვრელია. ცხენით მოგზაურობაც საინტერესოა, ხან აღმართები გვხვდება, ხან დაღმართები. შესანიშნავი შთაბეჭდილებებით მივდივარ. ცხენები, მთები არაჩვეულებრივია. ბევრ ხალხს არ შემხვედრივარ, თუმცა ვინც ვნახე, ყველა მეგობრულად იყო განწყობილი. ამიდები შესანიშნავია, განსაკუთრებით მომეწონა კერძები. ქართველი და უცხოელი სტუმრები განსაკუთრებულ ინტერესს თუშეთის კულტურული მემკვიდრეობის ციხე-სახლების მიმართ იჩენენ. მათ ადრე თავდაცვის ფუნქცია ჰქონდათ. ომიანობის დროს ხალხი თავს ამ კოშკებს აფარებდა. ჩვენ ახლა ზღვის დონიდან 1600 მეტრზე სოფელ დართლში ვიმყოფებით. უკვე 3 წელი აქ საუკუნოვანი სახლებისა და კოშკების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის თანახმად ძველი იერსახე დართლ აგვისტოს ბოლოს უნდა დაიბრუნოს. მოდით ვნახოთ რა ვითარება არის ახლა სოფელში და რამდენი სახლის რეაბილიტაცია არის დასრულებული. 42 ციხესახლიდან 20-მდე უკვე აღდგენილია. რესტავრაცია ტრადიციული მეთოდით ხდება. სამუშაოს 90% ფაქტობრივად დასრულებულია. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ძირითადად ეს სამუშაოები ითვალისწინებდა სახურავების მოწყობას, აივდების მოწყობას და კიდევ 7 სახლი გვაქვს თავიდან ბოლომდე ახლად ასაშენებელი. სარეაბილიტაციო სამუშაოებში სპეციალისტებთან ერთად თუშებიც ჩაერთნენ. დათო იდოიძე საგვარეულო კოშკის აღდგენაზე თავადაც ზრუნავს. ქვას ვიღებთ, ამ ქვას ვამუშავებთ თლით. მერევდეთ და ვამტვრევთ ამას კუთხეებს უკეთებთ და ლარზე ვაწყობთ. აი როგორც ქვით კეთდება ესე, მაგრამ ეს უფრო რთულია. ზოგან ხელი უნდა, ზოგან სხვილი ქვა უნდა და სისტორე უნდა დაიცვა აუცილებლად.
თათუშეთში სულ 50-მდე სოფელია, მათ დასათვალიერებლად კი წელიწადის მხოლოდ 2 თვე, ივლისი და აგვისტო. ულამაზესი პეიზაჟებით განთქმულ კუთხეში მისასვლელი გზა გახსნელია და სექტემბრამდე გადაადგილება უსაფრთხოა.